სიახლეებზე ვისაუბრებ და კომენტარებსაც უპასუხებ. შიცის ვაქცინა გამოიგონეს, არა მარტო გამოიგონეს, არამედ უკვე FDA-მ დაამტკიცა და აღიარა. ეხლა ძალიან დიდი გარღვევა რატოა, მოკლედ შიცის ვაქცინა. ჯერ ერთი რომ შიცი თუ ცოტა ხნის წინ და ბევრს გემახსოვრებათ, რომ მიიჩნეოდა როგორც მომაკვდინებელი დაავადება და მკურნალობა არ არსებობდა. ჯერ კიდე მე რო სწავლობდი უნივერსიტეტში მედიცინას, შიცის მკურნალობა არ არსებობდა და ეს არ იყო ძალიან დიდი ხნის წინ. შესაბამისად, არსებობდა რაღაცები როგორ, მაგრამ ყოველ შემთხვევაში ჯამში მიიჩნეოდა, რომ ლეტალურად სრულდება. დღეს შეცვლილია ისე, რომ ადამიანები პრაქტიკულად ცხოვრობენ იმდენს, რამდენსაც უნდა ცხოვრობდნენ შიცის გარეშე. HIV ინფექციაზე მაქვს საუბარი. HIV ინფექციის ბოლო სტადია შიცი. ხო, HIV ინფექცია ვირუსია, მოკლედ, რომელიც შიცის სახელითაა ცნობილი და ყველა მიცის, რამდენად ვერაგი დაავადება, რომელიც უტევს იმუნურ სისტემას, სქესობრივი გზით გადადის, მერე იმუნურ სისტემას უტევს, ანადგურებს და მერე ადამიანი კვდება. ხო და ამ ყველაფრის ფონზე ის რომ ეს ჯერ მკურნალობა გამოიგონეს, მერე ვაქცინა ძალიან დიდი რამეა. ეს ვაქცინა უკვე ხელმისაწვდომია. ოღონდ ახლა ამ ვაქცინას ცოტა მინუსი ის აქვს, რომ 6 თვე ძლევს, მაგრამ ის 6 თვე რაც ძლევს 100%-იან დაცვას იძლევა. ეს ვისთვის არის ახლა ყველაზე კაი ვარიანტი, ესე ვთქვათ. იმ ადამიანებს, ვინც რისკ ჯგუფები არიან, სანამ შიცი დაემართებათ, სამ HIV ინფექცია დაემართებათ, მამდე რომ მიიღონ. რისკ ჯგუფები ვინ არიან? ახალგაზრდები და ადამიანები, რომელსაც ხშირად არიან ადამიანები, რომლის მეუღლეებსაც აქვთ HIV ინფექცია და ამათ მაინც აქვს სქესობრივი კონტაქტი და ეგეთი ადამიანები განსაკუთრებით რისკ ჯგუფები არიან და მოკლედ 100%-იანი დაცვა ექნება HIV ინფექციისგან. ძალიან მნიშვნელოვანი ნიუსია, ძალიან და შესაბამისად ამის ყურადღების მიღმა და ტოვება არ შეიძლება იმდენად მნიშვნელოვანი ამბავია. მეორე ამბავი არის მკერდის კიბოსთან დაკავშირებით. აქ რა გვაქვს სიახლე? ასეთი მოკლედ მკერდის კიბოს ფორმები არსებობს სხვადასხვანაირი და არსებობს მსუბუქი და უფრო მძიმე ფორმები, აგრესიული ფორმები. და ამ შემთხვევაში აგრესიულ ფორმას ეხება ეს სიახლე და გვაქვს ეგეთი ამბავი, რომ მკერდის კიბოს ეგეთი ფორმა არსებობს, სამმაგი უარყოფითი ფორმა, რომელიც არის ძალიან აგრესიული, რომელიც არ მოქმედებს თანამედროვე მკურნალობებზე, ესტროგენის, პროგესტერონის და თანამედროვე მკურნალობის მოქმედება მექანიზმებით ვერ შველიან. მოკლედ, შესაძლებელია ქიმიოთერაპია და ქირურგია, მაგრამ შედეგი არის ძალიან ხანმოკლე. და ეგეთი ადამიანებისთვის ძალიან მაღალი ალბათობით, ძალიან მალე იქნება ვაქცინა, რომელიც მკერდის კიბოს უჯრედებს აპონინებს, საკუთარ ჩვენივე იმუნურ უჯრედებს და გაანადგურებინებს. აქ ძალიან დიდი გარღვევა იყო რა, რომ ეგეთი ეს ვაქცინა, რაც შეიმუშავეს, 75%-იანი ეფექტურობა ჰქონდა. ძალიან მაღალია. ანუ იმდენად ამ აგრესიული ფორმის, რომ ამ აგრესიული ფორმით ძალიან ცოტა ხანს ცოცხლობდნენ ადამიანები და მაგის კვალობაზე აი სასწაული შედეგია ეგ. ხო, რა თქმა უნდა, ჯერ წინ არის გზა, არც თუ ისე პატარა, იმიტომ რომ მეორე ფაზის კვლევები დაიწყება 2026 წელს, ან მომავალ წელს. პირველ ფაზაში, პირველი ფაზა უსაფრთხოებაზე გააკეთეს, მოკლედ ცხოველებზეც გაკეთებულია.
და მცირე ჯგუფზე ადამიანებზეც გააკეთეს და ეფექტური იყო ადამიანებზეც. მოკლედ 75%-იანი ეფექტურობა ჰქონდა და იმ 75%-ს არავის აღარ დამართნია ხელმეორედ ეს სიმსივნე. რაც ძალიან მაგარი შედეგია, საუკეთესო შედეგია პრინციპში. და ნახოთ რა იქნება. ვიმედოვნოთ, რომ მალე იქნება ეს ვაქცინა. ხო, ანუ წლების ამბავია რა, რამდენიმე წლის ამბავია. თუ ყველაფერი კარგად წავიდა, რამდენიმე წელიწადში ეს ვაქცინა გვექნება, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. კიდე რა გვაქვს სიახლეები? შემდეგი სიახლე ეხება ხელოვნურ სისხლს, მოკლედ იაპონიაში შექმნეს ხელოვნური სისხლი. და რა არის ახლა ამის მუღამი, რომ ეს ხელოვნური სისხლი ერგება ყველა ჯგუფს, ხო არის ჯგუფების მიხედვით სისხლი და მნიშვნელოვანია რომელი ჯგუფის არის და ეს ერგება ყველას, ამიტომ ეგ ძალიან დიდი უპირატესობა აქვს რეალურად ამ ახალ სისხლს, რომელსაც აქტიურად გამოიყენებენ ცოტა ხანში და რეალურად სისხლის პრობლემა ამით მოგვარდება. ხო, 60-58 საათი აქვს ნახევარ იმის შენახვის პერიოდი მოკლედ ამ სისხლს, რაც ძალიან კაია და ბევრ პრობლემას მოაგვარებს რეალურად ეს. ხო. კიდევ გვაქვს ერთი სიახლე მრავლობითი მიელომასთან დაკავშირებით ძალიან ეფექტური მკურნალობა არის, რომელიც მალე იქნება პრინციპში. ეს არის ძალიან გამანადგურებელი სიმსივნე რეალურად, რომელსაც ვერ მკურნალობდნენ ნორმალურად და მის საწინააღმდეგოდ არის ეს მკურნალობა. მოკლედ დაიძრა რაღაცეები, მნიშვნელოვანი გარღვევები არის სიმსივნეების მკურნალობის კუთხით, თუმცა რაღაცეები არის კიდე, რაც წინ დიდი გზაა მაინც. ანუ რო ვთქვათ, რომ თქვენ 100%-იანი მკურნალობა, 100%-იანი შედეგები ჯერჯერობით ეგეთები არ არის, მაგრამ დამაიმედებელი შედეგები არის ნამდვილად, რომელიც ხო, ან წლების ამბავია რა, რამდენიმე წელი და ნელ-ნელა სავარაუდოდ მოხდება ამ მეთოდების დანერგვა. ხო, იმიტომ რომ საკმაოდ მნიშვნელოვანი გარღვევებია რეალურად. ხო, კიდე არის ერთი ტესტი, რომელიც ბევრ სიმსივნეს ეხება სხვა შორის და მეცნიერებმა აღმოაჩინეს შექმნეს სისხლის ტესტი, რომელიც 3 წლით ადრე აღმოაჩენს სიმსივნეებს, სანამ სიმპტომები განვითარდება. ეგ არის რეალურად ძალიან დიდი გარღვევა, რადგან 3 წელი პრაქტიკულად ყველაფერია სიმსივნისთვის. ძალიან ბევრი სიმსივნეს თუ 3 წლით ადრე აღმოაჩენს, შესაძლებელია მისი სრულად მკურნალობა, მით უმეტეს სისხლის ანალიზით. ხო, ესეც პრინციპში შემუშავების სტადიაშია, ჯერ ბოლომდე არა, მაგრამ ეგეც ძალიან დამაიმედებელი ინფორმაცია. ხო, აი ესეთი საინტერესო სიახლეები გქონდა, ეხლა რამდენიმე კომენტარს ვუპასუხებ, რომელიც რაღაც მომხვდა თვალში თავი. ხო, თავიდან გეტყვით, რომ ამ კომენტარებზე ხო, მესმის რომ ან ყველას გინდათ პასუხები მიიღოთ და რაღაცა და მესმის უბრალოდ მე ვერ ვნახულობ ყველა კომენტარს ხოლმე. თანაც ანუ ჩემი დრო ხო ერთი ადამიანი ვარ მე და ანუ ჩემი დრო ხო შეზღუდულია და თან დღის განმავლობაში მხოლოდ კომენტარებს ხო არ ვკითხულობ და ანუ გრჩებათ ხოლმე ეგეც ჩავეძლება ძალიან გთხოვთ რომ რაღაც ვიღაცის კომენტარს არ ვპასუხობ. არა, ასე არ არის. უბრალოდ ზოგჯერ მე ფიზიკურად ვერ ვნახულობ ამ კომენტარს. თუ მარტივი საპასუხოა და მოკლედ საპასუხოა, იმას იქვე ვპასუხობ ხოლმე თუ ვნახე რომელიმე ვის კომენტარსაც ვნახულობ. თუ ჩაღრმავება ჭირდება, რა თქმა უნდა, ანუ ტელეფონში წერას ეხლა არ შემიძლია უბრალოდ ფიზიკურად ესე და შესაბამისად, ანუ რაც შემიძლია იმეილს ვაკეთებ. ასევე აქაც რამდენიმე კომენტარს ვპასუხებ. ხო, მაგალითად აი ესეთი ის იყო, პრინციპში ეს ის იყო გაგრძელება თემის და ამიტომ საინტერესოდ მომეჩვენა, რომ
ისა აი ნალექიანი ყავა უნალექო ყავას თან შედარებით რომელიც ჯობია და კოფეინის დალევა და მწვანე ჩაი და კვებამდე კვების მერე თუ როგორ ნალექიანი და უნალექოსთან შედარებით ის არის რომ ეს უნალექო არის დამუშავებული და ზოგჯერ შეიცავს უფრო მეტად კარცინოგენებს ცირეს ნიშნულოვანს არა მაგრამ მაინც და ჩვეულებრივი მოხარშული უფრო მეტად ჯანსაღია და ეგ არის სხვაობა შესაბამისად ან ჯამში ცოტათი ჯობია და ხო მეტ ანტიოქსიდანტებს შეიცავს კიდე ანუ ეგ არის ნიშნულოვანი სხვაობა მაგრამ რაღაც განსაკუთრებული არა აი ის რომ ორგანიზმის ნიშნულოვანი საფრთხე შეუქმნა თუ ძალიან ბევრ ყავას არ ვსვამთ ხსნადი ყავის დალევით ესე არ არის მეორეს მხრივ ხო როდის ჯობია ჭამამდე ჯობია დაახლოებით 15-20 წუთის ადრე დალევა ყავის რამდენიმე მიზეზის გამო ერთი არის რომ მეტაბოლიზმს აჩქარებს მეორე არის რომ ცოტა მადასაც ამცირებს მესამე არის კუჭის გაღიზიანების რისკს ამცირებს რაც შეეხება მწვანე ჩაი ჯობია ჭამის მერე მოკლედ რაღაც დრო რო გავა 30 წუთი 40 წუთი ესე ეგ არის უფრო ოპტიმალური ხო შესაბამისად ხო კოფეინს რაც შეეხება კოფეინის მიღება იგივენაირად როგორც ყავა ოღონდ კოფეინზე ყურადღება უნდა გაამახვილოთ რომ არ მიიღოთ ძალიან ბევრი კოფეინი ითვლება ესე დღიურად უნდა იყოს 400 მილიგრამი 400 მილიგრამი ყველაფრიანად ყავიანად ყავას შეგიძლიათ დაუწეროთ თითო ჭიქას უხეშად 100 მილიგრამი შესაბამისად თუ სვავთ 2 ჭიქა ყავას მაშინ 200 მილიგრამი კოფეინის დალევა შეგიძლიათ აი ეს არის მარტივად რითიც შეგიძლიათ გამოვთვალოთ თუ არა 400-მდე ან ჯამში უნდა იყოს 400 ქვევით ეგ არის მექანიზმი შემდეგი ხო ყველას მადლობა ძალიან დიდ სითბოს და სიყვარულს ვიღებ და ამისთვის ძალიან დიდი მადლობა აქ იყო ძალიან საინტერესო კომენტარი კიდე რომ ბერბერინი ვიყიდეო და ის გულისრევის შეგრძნება მქონდაო და მივატოვეო და გულისრევის შეგრძნება იცის კი და ოღონდ უნდა გაუძლოთ ცოტა ხანი და მერე გაივლის ეგ არის ბერბერის ხო იმიტომ ბერბერის ძალიან მაგარი მოქმედება აქვს MPK სისტემას აქტიურებს და ეგ ძალიან კაი რამეა ორგანიზმისთვის რეალურად ახალგაზრდობის საიდუმლოა ერთ-ერთი შესაბამისად წყალში კლებისთვისაც ძალიან კაი ამიტომ ბერბერინი რა ვიცი ჩემი ფავორიტებში შედის და უარყოფითი კიდე ისეთი არაფერი არ აქვს და ცოტა ხანი პირველ რამდენიმე დღე უნდა გაუძლოთ თუ გულისრევის შეგრძნება გექნებათ შემდეგი ხო ეს დისაფორმის ყავა არ ვიცი სიმართლე გითხრათ რა არის დედიმერი თუ ნორმაში აუცილებელია თუ არა ქოლესტერინის გაკეთებაო კი ანუ უბრალოდ როგორ არაცით რომ ანუ დედიმერი და ქოლესტერინი სხვადასხვა რამეებია და ანუ ერთმანეთის შემცვლელად არ გამოიყენება დედიმერით ნახულობთ არსებობს თუ არა თრომბი ორგანიზმში ეგ არის დედიმერი ანუ აქტიურად მიმდინარეობს თუ არა თრომბის დაშლა ან წარმოქმნილი თრომბი თუ არის რომელიც იშლება მაგასა თუ შეიძლება იყოს მცირე თრომბები ანუ არა საუბარი რაღაც გიგანტური თრომბი იყოს ორგანიზმში და ეგ რა თქმა უნდა შეიძლება ღრმავენების თრომბოზი ქონდეს ადამიანს ან ინფექცია ქონდეს და სხვადასხვა მიზეზების გამო შეიძლება დედიმერი იყოს მომატებული ისე ფიბრინოლიზის ერთ-ერთი პროდუქტია ან ფიბრინი რო იშლება ფიბრინი არის ის კომპონენტი რომელთაც თრომბი შედგება თრომბი ხო იცით რაც არის ანუ რაც კეტავსის
ძარღვს, რომ დაითრომბა სისხლძარღვი, გაჩერდა სისხლდენა, ვთქვათ, მაგრამ თუ იმაში მთავარ არტერიაში გაიწია და ითრომბი ადამიანს მოკლავს. ხო და ან დედიმერი გეუბნება იმას, თრომბი არის თუ არა. და ქოლესტერინი გეუბნება იმას, სისხლძარღვები რა მდგომარეობაშია. და ქოლესტერინი რა მდგომარეობაშია პირველ რიგში და მე არაპირდაპირ გეუბნება სისხლძარღვების მდგომარეობაზე, თუ ადამიანი არ ზრუნავს საკუთარ ჯანმრთელობაზე. რა თქმა უნდა, თორე ხა მომენტალურად შეიძლება კვება მიქონიოს გავლენა ქოლესტერინზე, თუ იდეალურად იკვებოდა ადამიანი ბოლო 6 თვე 6 თვემდე უბრალოდ ბოლო 6 თვე ცუდად იკვებოდა ქოლესტერინზე, ექნება ამას გავლენა, მაგრამ სისხლძარღვები მაინც ჯანმრთელად ექნება. ამიტომ ქოლესტერინი მიუთითებს ჯამში ადამიანის ცხოვრების წესზე, როგორც წესი. და სისხლძარღვებს რა რისკები აქვს მომავლისთვის, როგორც წესი. თუ არაფერი არ შეცვალა, აი მას გვეუბნება ქოლესტერინი. ხო, კიდევ გვეუბნება გენეტიკურად ხო არა არამე პრობლემა მნიშვნელოვანი ცვლილებები ხო არ არის ლიპიდურ სპექტრში და ეგეთ რაღაცებს, მაგრამ ანუ ერთმანეთის შემცვლელები ეგ არ არის. მოკლედ შესაბამისად მაინც საჭიროა კი ქოლესტერინის გაკეთებას მიუხედავად იმისა, რომ დედიმერი ნორმაშია. და რამდენიმე დანამატის მიღება ერთად თუ შეიძლება იგივე კითხვა შეიძლება კი, ოღონდ გააჩნია დანამატებს. ზოგადად უმეტესი დანამატის მიღება ერთად შეიძლება. ერთად არ გულისხმობ ხა ეს ერთ გადაკლაპვაზე, ანუ ერთი ვთქვა დილით, მეორე შუადღით, მესამე საღამოთი. როგორც წესი შეიძლება. მაგრამ უნდა მოიკვლიოთ, მაინც თუ რამე მნიშვნელოვანს იღებთ და დიდ დოზას განსაკუთრებით, უნდა მოიკვლიოთ ხო არ აქვთ წამალ შორისი ურთიერთქმედება ერთად. თუმცა ბევრი საკვები დანამატი მithumetes რაც პოპულარულია შეიძლება, იმიტომ რომ როგორც წესი პოპულარული ან უსაფრთხოებით ხდება ხოლმე, რომ უსაფრთხო რაც არის პოპულარული ხდება ჯამში, თორე ხო შეამჩნევენ რომ რაღაც მოვიდა 2000 კაც რამე, ხო, ან ცუდად გახდა რაღაცა, ეგრევე შეამჩნევენ და ეგრევე იქ წითელი აზმები არის და როცა ახლა მილიონობით ადამიანი იღებს ომეგა-3-ს მაგალითად, ხო? და კიდე დ-ვიტამინს ვთქვა, იქ იციან რომ დ-ვიტამინი და ომეგა-3 არ არის პრობლემა რომ ადამიანმა მიიღოს ერთად. და ასე, ბევრ საკვებ დანამატია ასე. ხო, აი ეს იყო დღეს რის თქმაც მინდოდა. კიდევ ვეცდები ხოლმე რომ მცირე მოპასუხო რაღაცებს კითხვას, სამეცნიერო სიახლეები შემოგთავაზოთ, ეს თან მნიშვნელოვანი მგონია. მნიშვნელოვანი მგონია, იმიტომ რომ პულსზე უნდა გვედოს ყოველთვის ხელი, სად მივდივარ, სად მიდის თანამედროვე მედიცინა, რა იქნება სიახლეები, რა იქნება მნიშვნელოვანი. მადლობა რომ მისმენთ, მადლობა რომ გაინტერესებთ, თუ მოგწონთ ჩემი ვიდეოები დალაიქეთ, თუ მოგწონთ ჩემი არხი გამოწერეთ, მადლობა ინტერესისთვის.